უკვე 2 საათია, რაც თავისუფალი ბიზნესი დახურულ კარს მიღმა მსჯელობს, რა ეკონომიკური შედეგების წინაშე დადგება ქვეყანა და რას უნდა ველოდეთ უკვე პოლიტიკური კრიზისისგან, მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გადაიზარდა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში. ახლა მთავარი კითხვები არსებობს, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროპელ თუ ამერიკელ ინვესტორებთან, რადგან შიშები მათი გამართლებულია. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო უკვე მაგნიცკის სიაში ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების შეყვანის გადაწყვეტილება, ეს კითხვები ინვესტორებში კიდევ უფრო გამძაფრდა, შესაბამისად ბიზნესმენები დარწმუნებულები არიან, რომ დომინოს ეფექტის პრინციპით წავა პროცესი, ინვესტორები თუ აქამდე ყოყმანობდნენ, აპაუზებდნენ სხვადასხვა პროექტებს, ახლა საერთოდ გაჩერდება ეს პროექტები და მეტიც შესაძლოა დაიწყოს ინვესტიციების გადინება. ეს კი ჯაჭვურად უკვე იმოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე. არის სექტორები, რომლებმაც დარტყმა მიიღო, თუმცა ბიზნესმენები ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ დარჩება არც ერთი მიმართულება ბიზნესის, რომელზეც გავლენას ვერ მოახდენს ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილებები და კრიზისი ჩიხი, რომელშიც უკვე შევედით. ისეთი ქვეყანა მით უმეტეს როგორც საქართველო არის, რომელსაც სამწუხაროდ არ გააჩნია რესურსები, სამწუხაროდ არ გააჩნია პროდუქცია, რომელსაც ქმნის და შეიძლება ქვეყანა იქნა შენახული, აქედან გამომდინარე, რამე ეკონომიკურ წინსვლაზე ან რამე ეკონომიკური წარმატება უბრალოდ წარმოუდგენელი არის საუბარი, აქ რეგრესი გარდაუვალი არის, აღარ არსებობს რაღაც იწილო-ბიწილოს თემა, სწორად უნდა იქნას ახმული, ვინ დასაქციეს, ბიზნესი აღარ არსებობს, შეიძლება ვიღაცა დარჩეს ცეხავიკად, რომელსაც ამღროულ წყალში შეიძლება თევზის დაჭერის შესაძლებლობა მიეცეს, მაგრამ ეს ქვეყნისთვის იქნება უკიდურესად რთული მდგომარეობა. ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ჭირდება გარანტიები. გარანტიები არის ინსტიტუციების მუშაობა. ეს არის სასამართლო და ეს არის სხვა ინსტიტუციები, რაც ქვეყანაში დღეს ინსტიტუციები არ მუშაობს, დანარჩენი შემოდინება ფაქტიურად იმდენად უმნიშვნელოა, მე როგორც ვიცი, ბოლო თვის განმავლობაში თითქმის განახევრებულია გადმორიცხვებით, ფაქტიურად სასტუმროები ცარიელია, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ ამ ქვეყანაში ხა ტურისტად უნდა ჩამოვიდეს. ამ რაღაც სფეროებს უკვე შეეხო, იგივე ფორეკას შეეხო, იმიტომ პრობლემა აქვს თანამშრომლობის ხელფასების გადახდა უჭირთ. რაც შეეხება ლარს, მე მეშინია რომ ესე ვთქვათ უცებ ერთი ნახტომით არ მოხდეს სერიოზული ბიჯი. რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი დაჭერას? ეროვნული ბანკი დღეს ცეცხლს აქრობს. ლარის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ ეკონომიკას და ინვესტიციებს. თავისუფალი ბიზნესი ეძებს გამოსავალს, ამავდროულად მზაობაც არსებობს მათი მხრიდან დაჯდნენ თუნდაც კობახიძესთან და მოისმინონ მისგან რაში ხედავს გამოსავალს. ჩვენ ვიცით, რომ კობახიძე ხვდება რამდენიმე კომპანიას დახურულ კარს მიღმა, მათ ვინაობას ასაიდუმლებს, თუმცა იმ ბიზნეს შორის, ვინც დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო სხედან და მსჯელობენ, ნამდვილად არც ერთი არ არის, ვინც შეხვედრია კობახიძეს. მზად არიან შეხვედრისთვის, თუმცა ვერ ხედავენ რაიმე მზაობას იმის, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რადგან გამოსავალად მიაჩნიათ მხოლოდ ორად-ორი რამ დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.